სალომე ზურაბიშვილი გახდება ქვეყნის პრეზიდენტი, პირადად თქვენთვის რა რეალობა დადგება საქართველოში? პირადად ჩემთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის დადგება ძალიან სამწუხარო რეალობა. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს დაიწყო ომი რუსეთთან. ეს ნიშნავს, რომ ევროპული ქვეყნები შესაბამისად ქართული ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის ნათქვამან ბრალდებას მიიღებენ სერიოზულად. ყველა ქვეყანაში, ყველა ხელისუფლებას, ევროპულს მათ შორის და ჩვენს მოკავშირეებს ყავთ ოპოზიცია, რომელიც გამოიყენებენ ამას ხელისუფლების წინააღმდეგ. რუსი ლობისტები ამ ქვეყნებში და ჩვენ შეიძლება მივიღოთ მდგომარეობა, როდესაც მოხდეს თქვათ რომელიმე ერთი პატარა ქვეყნის მიერაც კი აფხაზეთის და სამოჩაბლოს აღიარება, რაც იქნება საქართველოს დაღუპვა და გაქრობა, ვინაიდან ეს არ იქნება ბოლო ამბავი, ამას მოყვება შემდეგ დომინოს პრინციპივით დანარჩენი ავტონომიების გამოყოფის პროცესი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო გაქრება. ამიტომ მე არ წარმომიდგენია საერთოდ როგორ შეიძლება გახდეს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი. თუმცა ფაქტია, მან პირველი ტურის მიხედვით არჩევნები მოიგო 614,000 ხმა აიღო და მეორე ტურშიც მცირდება სხვაობა, რომელიც იყო სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს. შეგაწყვეტინოთ თუ შეიძლება. პირველ ტურში ჯერ ეს ერთი თუ გახსოვთ პარალელური დათვლებით გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. მე რაღაც გადაკეთდა და გადმოკეთა მე არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პარალელური დათვლებით გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ. ამას ემატება ის 15%, რომელიც დასავლურმა პარტიებმა აიღეს და მე არ ვიცი რა რესურსით, რა ძალადობით, რა ევროპარლამენტმაც აღნიშნა უპრეცედენტო მოსყიდვის და ძალადობის შემთხვევებია საქართველოში ამ არჩევნებზე, რომელიც არც მე არ მახსოვს მაგვარი არაფერი და მით უმეტეს ევროპარლამენტარებისთვის ეს აბსოლუტურად პაპუასური და გაუგებარი ამბები იქნება. პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც კენჭს იყრე და მოულოდნელად გადამალეს და მის მაგივრად ბანერებზე გამოჩნდნენ ქართული ოცნების სახეები, რომელთაც 6 წლის განმავლობაში ორჯერ გააყატაკეს ხალხი. 750,000 ქართველი მოქალაქე გავიდა, შრომის უნარიანი მოქალაქე საქართველოსდან. შობადობამ, სიკვდილიანობამ ჭარბობს. ისე რომ ჩვენ დემოგრაფიული მდგომარეობა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, სოციალურ-ეკონომიურ პრობლემებზე აღარ ვილაპარაკებ, ვინაიდან ყველამ იცის და ყველამ თავის მაცივარი გამოაღოს, შეიხედოს და ამ გამოგზავნილი SMS-ებით ნუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც დღეში რა 15 ჯერ მომდის, ეს რაღაცა უკვე საგიჟეთ ისტერიაა რაღაცა და რასაც წერენ არა ძალადობას, არა სიძულვილს, არა ბოროტებას თუ რაღაცას, რასაც 6 წელი აკეთებენ, ზუსტად იმას წერენ. ძალა რომელიც ძიმე პერსპექტივა ახატეთ იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. როგორ ფიქრობთ, თქვენს ირგვლივ, რასაც ადევნებთ, ვხვდებით მოქალაქეებს ესაუბრებით, აქვს თუ არა საზოგადოებას აი ამდაგვარად აღქმული სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება? თუ ის მოახერხებს ეს არის თქვენი ვალდებულებაც ეს არის, რომ საზოგადოებას როგორ მეაუხსნათ და არა გაუშვათ გაუთავებლად ეს რაღაც პორნოგრაფიული აგრესიული კლიპები შავი პიარის და ძალადობის. და ამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, თქმაც მინდოდა. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ სამაჩაბლოს და აფხაზეთს. ეს არის 2x2 4. თუ როგორც ის ხალი ამბობს 1+1 არის 2 თუ რაღაც მერეთ ამბობს უცნაურად ჩიქორთულად როგორც ჩვენ ვდგებით ამ საფრთხის წინაშე. საკმარისი ერთმა სახელმწიფომაც კი ნებისმიერ ევროპულმა სახელმწიფომ აღიაროს აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენ მივიღებთ დომინოს პრინციპს. ამას მოყვება აღიარებათა მთელი წყება, რომელსაც ჩვენ ვეღარ შევაჩერებთ, ეს იქნება შეუძლებელი და ის სკეპტიკოსები ევროპელი, რომელიც ჩვენ მიმართ გამოვთქვამდნენ სკეპსის, აღმოჩნდებიან მართლები და იტყვიან, ქართულმა ხალხმა აირჩია ეს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ჩაიდინა დანაშაული თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ, დაბომბა მძინარე ქალაქი და რაღაც ბოდვები. არაფრით არ მძინარე ცხინვალი არ არსებობდა, მე ვიყავი იქ, მე ვცხოვრობდი მანამდე 2 წელი თამარაშენში, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო ისია. ყოველ ღამეს როლა იყო. ისროდნენ
სამშვიდობოების მხრიდან ჩვენები არ პასუხობდნენ თუ ძალიან ინტენსიური სროლა არ იქნებოდა იმ შემთხვევაში ხდებოდა მხოლოდ პასუხისგაცემა ჩვენ 20 ჯერ დაახლოებით მიწეული ყავს ჯარები სამაჩაბლო საზღვართან ვინაიდან რუსები მუდმივად აცხელებდნენ კონფლიქტს და ჩვენ ვცდილობდით როგორმე აგვერიდებინა ეს კონფლიქტი კონფლიქტის არიდებისთვის იყო მოფიქრებული ის სამაჩაბლოს და თამარაშენის ქურთას და სამაჩაბლოს აღშენებლობა იქ გავაკეთეთ უამრავი კარგი პროექტი რასაც თავად მეორე მხარეს ყოფი ოსებით ძალიან კარგად აღიქვამდნენ და თანამშრომლობდნენ ჩვენთან იყო მშვენიერი ურთიერთობა და ამ დროს რუსებმა გადაწყვიტეს ბუქარესტის სამიტის შემდეგ სადაც ითქვამ რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი რუსებმა გადაწყვიტეს დაეწყოთ ფართომასშტაბიანი შეტევა შემოვიდა 58 არმია რომელიც დაახლოებით ალბათ 1-2 თვე ემზადებოდა ლოჯისტიკურად რო წარმოვიდგინოთ წარმოუდგენელი ამ ხელა არმია ერთ დღეში გადმოეკვეთა საზღვარი იქ უნდა შეკრებილი იყვნენ საზღვართან მომხდარიყო მათი მობილიზება და ასე შემდეგ აღარ წავალ ხა ამ დეტალებში თავარი რაც კიდე ერთხელ მინდა რომ ვთქვა ეს არის ის რომ საქართველოს დღეს არის კატასტროფულ მდგომარეობაში მოდიოდი ხა თქვენ გადაცემაში და ვხედავთ ბანერზე გამოფენილია პრეზიდენტობის კანდიდატის მაგივრად ვიცით რომ ივანიშვილი ამბობს რომ მე ისევ მე მომეცით ხმაო კაცმა რომელსაც 4 ჯერ მოატყუა ადამიანები ჯერ უფასო ფული დაპირდა მე 8 ჯერ გაზარდა მოვალეთა რაოდენობა ბანკებში იხჩობა ადამიანები და ყველას იპოთეკა აქვს ჩემ გარშემო აბსოლუტურად ჩემი ჩათვლით მათ შორის ეს არაფერი ადამიანებს ძალიან დიდი გაჭირვება აქვს არიციან როგორ დაუძრენ ამ ვალებს და რაღაცა ახალი აფიორა რომელიც გამოცხადებაც არის თავისთავად დანაშაული და მოსყიდვა და ამას აუცილებლად დადებენ სადამკვირვებლო მისია მადლობა ბატონო ჩვენთვის განკუთვნილი ქართულოცნებას მიგონია რომ ეს ქართული არ არის რუსული ეცნება მაგრამ მათ მიგონიათ რომ ეს ამას ყველაფერს ვინმე წაუყურებს ამ ყველაფერს ამ ძალადობას რომელიც ეს დღეებია ხდება პერმანენტულად ყოველ დღე ყოველ ქალაქში აგერ ონში დაჭრილი ბურდილაძე დღესაც ებრძვის სიკვდილის სიცოცხლის ვარზია ეს აჭარაში რაჭაში მე საერთოდ არც მსმენია რომ რამე მაგდაგვარი მადლობა კახეთში შეაგდეს ისა ბოთლი და რუსთავში შეუგდეს ჩვენ აქტივისტი წინა არჩევნებზე ოპონენტი ააფეთქეს პოლიტიკური ოპონენტი მანქანაში მეტი ხაი რა შეიძლება წარმოვიდგინოთ ამაზე საზარელი სცენარი რაც საქართველოში წინა საარჩევნოდ ხდება მადლობთ ბატონო არა მე იმედი მაქვს ამჯერად ქართველი ხალხი აღარ მოტყუდება ამ მაფიოზი ნარკობარიგის დაპირებებით და ის აირჩევს გრიგოლ ვაშაძეს ვინაიდან საქართველოს ჭირდება ცვლილება საქართველოს ჭირდება განვითარება საქართველოს აღარ ჭირდება ეს ძალადობა და ეს ჯოჯოხეთური პროპაგანდა რომელსაც თქვენ სხვადასხვა შორის ძალიან ხელს უწყობთ ამ ეს დღეები საერთოდ გიყურებთ მე თქვენ ტელევიზიას თქვენს ძალიან მე ამ შემთხვევაში არ მივიღებ ამ არგუმენტებს და ნამდვილად არ მოგვიყვება რომ შემოვიდე ამ დისკურსში ატრიალებთ მიტინგის დაშლას რომლის გამოც პრეზიდენტი გადადგა მე ეს არის პოლიტიკური კლიპები რომლის განთავსების უფლებაც აგვიფარა რომ არავინ არ დაიღუპა მადლობა ბატონო ის იმიჯები 7 ნოემბრის პირველი ჩემი მეგობრები არიან ერთი რომელიც ეცემა წყლის ჭავლის ქვეშ ბატონო მამუკა მე უნდა დაგემშვიდობოთ იმიტომ რომ ჩვენ ყველა დროს გადავაცილებთ რადგან იყო ძალიან რაც იყო სუდი ის უნდა დაგვიტოვებინა წარსულში და უნდა დაგვეწყო კარგი რაც იყო ის დაგვიტოვებინა მადლობა მამუკა ხერხეულიძეს რომელიც იყო ჩვენი სტუმარი ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი და უნდა გადავიდე მეორე სტუმართანაც ლევან გოგორელიანი არის ტელეწამყვანი და იუმორისტი ჩვენი სტუმარი რომელიც არის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ჩვენ მამუკა ხერხეულიძის